დღეს ათობით სკოლის, ათასობით მოსწავლისთვის სკოლის ზარი ვერ დაირეკა და ეს არის ერთ-ერთი სკოლა, სადაც დღეს მოსწავლეებმა მოსვლა ვერ შეძლეს, საკუთარ სასწავლო ოთახებში ვერ შევიდნენ, ვერც წიგნები მიიღეს და არც გაკვეთილები არ ჩაუტარდათ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაზის უბანში 157 სკოლასთან, სადაც არიან შეკრებილი მასწავლებლები, მოსწავლეები, მათი მშობლები და ეს ადამიანები აპროტესტებენ იმას, რომ უკვე დაახლოებით მეორე წელი არის რაც აი სკოლა ვერც გარემონტდა და ვერც მიიღო განათლების სამინისტრომ იმის გადაწყვეტილება რომ სკოლა არის მაგალითად ავარიული და უნდა დაინგრეს. აქ მყოფი მასწავლებლები და ასევე მოსწავლეების მშობლები აცხადებენ რომ შესაძლებელია აქ იკვეთებოდეს კომერციული ინტერესები, შესაძლებელია ქართულ ოცნებას და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სურდეთ რომ ეს ტერიტორია გამოიყენონ საცხოვრებელი კორპუსის აშენებლად და ამიტომაც ვერ გადაწყვიტეს საბოლოოდ სკოლა დაანგრიონ თუ რეაბილიტაცია მოხდეს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ რამდენი ადამიანი არის აქ შეკრებილი, მოსწავლეები ყავთ მოყვანილი, რომლებიც გადანაწილებული არიან ახლომდებარე სხვადასხვა სკოლებში, ზოგიერთ მათგანს სწავლა ეწყება დღეს 2 საათზე, უფროს კლასელები სწავლას იწყებენ 7 საათზე, მათ აქვთ ონლაინ გაკვეთილები, ამ ონლაინ გაკვეთილებსაც აპროტესტებენ ბუნებრივია მშობლები და ფაქტობრივად უკვე 2 წელი არის, რაც ამ სკოლის მოსწავლეები არასრულფასოვნად იღებენ განათლებას და აცხადებენ რომ არის კონკრეტული კვლევები დადებული, რომელიც ამბობს რომ სკოლა სჭირდება რეაბილიტაცია, სკოლა არ უნდა დაინგრეს, თუმცა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ, არ გამოყო ამისთვის საკმარისი ფული, ან უბრალოდ მართლაც კომერციულ ინტერესებს აქვს საქმე და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას რომ სკოლა დაანგრიონ და მის ადგილას ააშენონ საცხოვრებელი კორპუსი. მე ახლა ვეცდები და ვთხოვთ ჩემს ოპერატორს რომ გაჩვენოთ რა მდგომარეობაში არის სკოლა. ფაქტობრივად კარი დაკეტილია და დღეს აქ ვერ შეძლო ვერც ერთმა მოსწავლემ შეცვლა. შიგნით სარემონტო სამუშაოებიც კი არ არის დაწყებული. ხედავთ როგორი მიტოვებულია აქ ყველაფერი და როგორ მძიმე მდგომარეობაში არის ეს სკოლა და სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებს ხედავთ ეხლა და მასწავლებლებს კადრში, რომლებიც ითხოვენ რომ მათ სკოლაშიც იყოს შესაძლებელი გაკვეთილების ჩატარება, ამ სკოლაშიც დარეკილიყო დღეს სასწავლო წელი და ეს ბავშვები ახლა არა სკოლის ეზოში, არამედ საკუთარ საკლასო ოთახებში, საკუთარ მერხებთან ისხდნენ და განათლებას იღებდნენ. მოგვაქციონ ყურადღება. ეს სკოლა არ არის დასანგრევი, რა თქმა უნდა კომერციული ინტერესები არის ყველაფრის მიზეზი, რომელსაც რა თქმა უნდა აქ აწყლებენ, მაგრამ ყველა ვიცით, რომ მიზან მიმართულად ხდებოდა წლების განმავლობაში მუშაობა მშობლებზე, მუშაობა მოკლედ რომ დავკარგოთ კონტინენტი. ამის აშენება უნდათ? რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი ტერიტორია და კომპლექსის აშენება იგეგმება. შენობა დგას უკვე აი ასე უფუნქციო და რაღაცა წელიწადის დროებივით იცვლება დაპირებები ხელისუფლების მხრიდან, რომ ჯერ ვერ გადაწყდა ეს არის დასანგრევი თუ არისარეაბილიტაციო და ამასობაში გადის დრო, გადის წლები, იკარგება კონტინგენტი და საფრთხის ქვეშ დგება აი აბსოლუტურად ყველას კეთილდღეობა. შენობა არ გვაქვს ფაქტიურად და ბავშვები გადანაწილებულები არიან 2 სკოლაში, 2 სხვადასხვა სკოლაში. დედმამიშვილებს უწევთ სხვადასხვა 2 სკოლაში სიარული. სწავლა იწყება შუა დღისას, რჩება საღამოს და შესაბამისად კიდევ გვაქვს ერთი პრობლემა, რომელიც არის ონლაინ გაკვეთილები. ისე ხდება რატომღაც, რომ ეს ონლაინ სწავლება მაინც არის ჩვენი შვილების ცხოვრებაში, რაც ძალიან დამეთანხმებით დამაზარალებელია. ვაპროტესტებს იმათ, რომ წელს ცხრილი ჩემოგთავაზეთ ონლაინ, ეს არის მაღალ კლასებში მეშვიდე და არ გვაწყობთ. პასუხს არ გვეუბნებიან. ერთ თვეს სკოლა ინგრევა, მეორე თვეს რემონტდება. ამავდროულად საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც უფასო კვება არ არის დანერგილი სკოლებში და ჩვენ ვიცით, რომ არაერთი მონაცემების მიხედვით საქართველოში ბავშვები სკოლებში შიმშილს განიცდიან და სწორედ ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში არის ის, რომ უფასო კვება დაინერგოს ქვეყანაში. ქართული ოცნება უკვე მერამდენე წელი არის, რაც ხელისუფლებაშია და ყოველწლიურად, როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურა არის განსავითარებელი სკოლებში და ამიტომაც
ვერ დაინერგა უფასო კვება. მთელი ამ 12 თუ 13 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უფასო კვების დანერგვა. არადა სკოლის მოსწავლეების მშობლები, აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მით უმეტეს, როდესაც ბავშვებს სხვადასხვა სფენებში უწევთ მუშაობა, მათთვის სრულფასოვანი და სრულყოფილი განათლების მისაღებად, რომ სკოლებში მათ შორის უფასო კვება დაინერგოს. ელემენტარული წახემსების საშუალებაც ჰქონოდათ ბავშვებს და ჰქონოდათ ჯანსაღი კვების მიღების უფლება და სწორედ ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ სკოლაშია და სკოლიდან მოყოლებული ზუსტად ეს ჯანმრთელობის პრობლემა ექნებათ ბავშვებს. ჩემ შვილს მაგალითად იმის გამო, რომ მეორე სმენაში სწავლობს, იმის გამო, რომ წესიერად სადილს ვერ ღებულობს, იმის გამო, რომ ნორმალურად ვერ იკვებება, ჩვენ ყოველ გაზაფხულზე გვექნება კუჭნაწლავის პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს არის არ ვიცი რა 6 წელია ბავშვი დღის სკოლაში არ ყოფილა. დღის სკოლა არ ღირსებია ბავშვს. ღამის სკოლაში, ჩვეულებრივ ღამის სკოლაში არასრულფასოვანი კვება, არასრულფასოვანი განათლება. დგავართ, ვაპროტესტებთ. დაწყებითებში ძალიან მნიშვნელოვანია. კი გააქვთ ეს რაღაცები, ლანჩები ისინი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, დაწყებითებში უფრო. ბავშვების შიმშილსაც კი განიცდიან მთელი კი არიან ესეთები, ცდია. კიდე არის მეორე მომენტი, ახლა ვინც შიმშილს არ განიცდის და დააქვს და იმას იმისი უნდა, იმას ამისი უნდა და ერთნაირი კვება რო იქნება გაცილებით მოსახერხებელია. სკოლაში აუცილებელია კვება მოგეხსენებათ. კი, ზოგადად კი იყოს. რატომაც არა, მისაღები იქნებოდა ჩვენი შვილებისთვის შესვენებაზე თუ მიირთმევდნენ, უფასოდ იქნება თუ რაც იქნება, ყოველ შემთხვევაში უფასო მით უმეტეს მისაღებია. ყველასთვის ნამდვილად. მოკლედ გრძელდება პროტესტი 157 სკოლასთან. უკვე 2 წელი არის, რაც ამ სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები თხოვენ, რომ სკოლა იყოს რეაბილიტირებული და ამ სკოლის კარი გაიღოს მოსწავლეებისთვის და მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარ სკოლაში სწავლა. თუმცა 2 წელი არის, რაც რეაბილიტაცია ვერ ჩაუტარდა ამ სკოლას და დღეს მაშინ, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სასწავლო პროცესი, ამ სკოლის კარი მოსწავლეებისთვის დაკეტილია და ამ სკოლაში ზარი არ დაირეკა და სხვათა შორის თუ ამ სკოლაში თუ ეს სკოლა ავარიული არის მაგალითად და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ჩვენ კადრში დავინახეთ, რომ სკოლის მეორე კორპუსში გახსნილი არის საარჩევნო უბანი ნომერი 42, CSKA, ესეთ წარწერას ხედავთ და როგორც ხედავთ, სკოლას იყენებენ საარჩევნო მიზნებისთვის, გახსნეს საარჩევნო უბანი, მაგრამ სკოლა დღეს ვერ გამოიყენებენ მოსწავლეები. პროტესტი გრძელდება და მოსწავლეები ითხოვენ, რომ საკუთარ სკოლაში სწავლის საშუალება შეეძლოთ.